გამარჯობათ, მოგესალმებით საღამო მშვიდობისა. ჩვენო მაყურებლებო, ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. თქვენს წინაშე დღეს 50 წუთის განმავლობაში ვიქნებით. ბატონი ოთარ ჭიტანავა და მოგესალმებით. მე ბექა თავბერი კაპანაძე. მოგეხსენებათ, რომ თემა არ არის და ესე ვთქვათ, სეგმენტი დატოვებული, ჩემო კარგებო, სადაც ეროვნულად მოდარაჯე, ეროვნულად, ასე ვთქვათ, მოთვალყურე ადამიანის გულის წუხილი არ გამოიხატოს, არ აღინიშნოს და ყურადღება არ გამახვილდეს. ხომ, ეს უახლესია, ვიცით კარგად, ჩვენ ისიც ვიცით, ჩემო ოთარ იქით რა ხდება ფრონტზე, ჩვენს მეზობლად და მაგის შესახებაც ალბათ 1-2 სიტყვით აღვნიშნავთ, მაგრამ რაც უმთავრესია და მართლაც სირცხვილია მინდა ვთქვა, არის შემდეგი, აი ხო მე მინდა წავიკითხო ეს ქვეყნები, იცით? ეხლა თვითონ ციფრი აი 30-ია, 34-ია, 24 იმდენს არაფერს არ ნიშნავს, გესმით, რომ აი ქვეყნები მინდა წავიკითხო, ავსტრია, ბელგია და მოგახსენებთ რომელი ქვეყნები არიან ესენი, ალბანეთი, კანადა, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ხო არაფერი გამორჩა კიდევ. ეს ის ქვეყნებია, პატივცემულებო, EUTOS 24 წევრი ქვეყანა, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს, რომ აი ეს სწორედაც EUTOS, ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები შეასრულოს. ეს რეკომენდაციები არის გაწერილი, რა თქმა უნდა, და ხელმისაწვდომი ყველასთვის დღეს არაერთგზის მასმედიურ საშუალებებში იყო ამის შესახებ მსჯელობა. ამის საპირწონედ შეიძლება ითქვას, ჩემო ოთარ, რომ მაინც და მაინც ვერ უყურებენ ჯეროვანად და საღად ამ საკითხს, იცით? უკაცრავად, ჩვენ გვყავს EUTOS-ში ერთი წარმომადგენელი, მაისურაძე, ალექსანდრე მაისურაძე და ამ პიროვნებამაც ისახელა თავი ჭყალებში. ხო, იქ გამოვიდა სიტყვით და ესეთი რამ ბრძანა, რომ ეს არის ძალზე დიდი უზუსტობა, შეურაცხყოფა, ტენდენციურობა, რა თქმა უნდა და მოითხოვა, რომ აი საბჭომო ესო ეს ჩვენ არ უნდა დაუშვათო და საბჭომო ეს მისიის ანგარიშიო არ უნდა მიიღოსო, გესმით? და ესე ვთქვათ, უზუსტობაში და ტენდენციურობაში დაადანაშაულა. გასაგებია და თან ისიც დასძინა, რომ ჩვენო არ უნდა დაუშვათო, რომ აი ეს EUTO დაზიანდესო. ამგვარი პრაქტიკების გამოისობით, ხვდებით და სასაცილოა მართლა სატირალი რომ არ იყოს. რას ქვია EUTO არ დაზიანდეს, პატივცემულო? ჩვენ სხვის ომში ბრძენი ქართველობა როდის უნდა მოვიშოროთ და ჩვენ ხომ ევროპაც უნდა გავაკეთილშობილოთ ოთარ. ჩვენ ხო ამერიკასაც უნდა უშველოთ და განვავითაროთ ჯერ ესენი. და ჩვენ თარგზე მოვჭრათ და მერე ვიურთიერთობოთ მათთან და ინტეგრაცია იქნება თუ წევრობა, მერე განვიხილავთ. აი ეს იმდენად ესე ვთქვათ, ამაზრზენი და ისეთი პოლიტიკა, აი ცინიზმით ახსავსე ამ ოცნების იდეოლოგთა და არასრულფასოვანი პოლიტიკა, რა თქმა უნდა. იქ ეხლა შარმანაშვილები და ძმანი მათნი მაჭარაშვილები ასევე ეს ერთი ძალაა და მრავალ მახაშვილიც ეხლა გვარები და სახელები არ არის მთლად ესე
პირუთვნელად ჩამოსათვლელი, მათ ერთი და იგივენი არიან ძირითადად. ბრძანებენ ესეთ რაღაც ესეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავსო, იცით და ჰაგის სასამართლოზეო კონკრეტულად აი ისინი წარსდგებიანო, ვინც ჩვენ გვიპირებსო, აი შესაბამისი და უშუალოდ ჩვენ შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოსო. ხო, აი წარმოიდგინეთ როგორი ინფანტილური რაღაც უმწეო და უმწიფარი გამოსვლა, ხო? რომ აი ისინი წარდგიმად წარვადგენთო ჩვენო. რაც არ უნდა ჩვენს შესახებ დოკუმენტაცია შეაგროვონ, შეიტანონ და დაუშვათ აქ ახლა ვერ ხვდებიან რომ ქვეყანასაც შეუძლია ამ 24 ქვეყნიდან ერთმა ქვეყანამაც არის ასე ვთქვათ უფლებამოსილი შეიტანოს შესაბამისი დოკუმენტაცია ჩვენზე და აღძრას რა თქმა უნდა პროცესი დაწყებულია. ეს პატივცემულება არის საერთაშორისო სასამართლო, საერთაშორისო სამართალი, სადაც მიბმულია, ასე ვთქვათ, საქართველოს და როდესაც უკვე ვერდიქტი გამოიტანება ტრიბუნალიდან და საერთოდ საერთაშორისო უწყებებიდან, სასამართლოდან, ხო? იქ უკვე ინტერვენციულად ერევა სამწუხაროდ ინტერვენციულად ჩაერევა ხოლმე უკვე საერთაშორისო თანამეგობრობა და გასაკეთებელს აკეთებენ გავიხსენოთ არაერთი დიქტატორის შესახებ თუ როგორ და რა იმოქმედეს ეს ძალიან კარგად იცით მაგრამ მე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი ის რომ აი საერთაშორისო უწყებები ჩამოდიან აქ იძიებენ ასეთ ინოვაციებს იჩენენ იცით ოთარ ეს ვისი სირცხვილი და ბრალეულობა აქამდე ვინ მოიყვანა ქვეყანა რატომ შენ დაალოცვილო ჯერ ერთი იყო და მათი წინამორბედი თავი მოჭრა მთელს ქვეყანას რომ რითი წარადგინა საერთაშორისო არენაზე მთელი ჩვენი ასე ვთქვათ ეთნოსი ხო ესენი არიან და არაფერს არ აკლებენ ამის შესახებ და ასე რომ ის რაც მათ მოიმოქმედეს ახლა ჩვენთან იზოლატორებში, ქუჩებში, ხო? აქ იყო ჩამოსული მათი მისია და გამოიძიეს შეძლების დაგვარად. ყავდათ ასე ვთქვათ, რესპონდენტებიც და ის ადამიანები კონკრეტულად გამოიკითხნენ, რომლებიც არიან მსხვერპლი მართლაც, ხო? მსხვერპლში არ მოიაზრება მაინც და მაინც ახლა შარმანაშვილი ბრძანებდა შეიძლება ცეცხლიც გაგიხსნათო. ცეცხლ გახსნის შემდეგ ლიკვიდირებული ადამიანი არ არის მხოლოდ მსხვერპლი რა რომ იცოდეთ ხო და აი ესეთთან არაერთთან კონდათ კომუნიკაცია და აი თქვენ თურმე იზოლატორში წაშიშულებთ ადამიანებს და ძალზე დიდი შეურაცხყოფით და ცინიზმით ეკიდებით და ამ დროს ჩემო ოთარ სრულიად გაშიშულებულნი თვითონ არიან ფართო საზოგადოების წინაშე და ასევე შემიძლია ვთქვა რომ საქართველოსაც კი ჩვენ მთელ ქვეყანას აშიშულებენ მთელი მსოფლიოს წინაშე ოღონდ აშიშულებენ როგორ ეხლა სწორად გამიგოს მინდა ტელემაყურებელმა და რადიო მსმენელმა არა ბუნებრივად მეგობრებო არა ავთენტურად აშიშულებენ თორე რა ჭირს ქართველებს გასაშიშვლებელი ან რითი იყო შენიღბული ის მართლაც შიშველი დიდი კულტურით, დიდი მეცნიერებით შეუნიღბავად წარსდგებოდა ყოველთვის საერთაშორისო ასპარეზზე და თავის თვითყოფადობით, თავის ტოლერანტობით, თავის აღმსარებლობით და არ არსებობს მიმართულება რომ ჩვენს დიდ წინამორბედებს ასე ვთქვათ და ეს გუშინდელ დღეს არ მოიცავს წინამორბედში არ გულისხმობ თორე გუშინდელიც არანაკლებ საშინელი იყო გუშინდელმა მოასწავა სწორედ დღევანდელი დღე ყავდან ესეთი ადამიანები და სწორება მათზე უნდა გქონოდა წესით მაგრამ ძალიან შეიცვალა მიმართულებები ახალგაზრდების სულიერ გატეხვაზე იმუშავეს ამათ ოთარ აი რეალურად მოინანიეთო დანაშაული აღიარეთო და შემდეგ შეგიწყალებთო აი როგორი კაზუსია ღმერთო ჩემო ამას ვერ მიაღწიეს თავისთავად ჯერ ერთი
რომელ დანაშაულის აღიარებაზეა საუბარი? რა დანაშაული უნდა აღიარო მკითხვას სვამ? რომ ქვეყნის ამოტრიალებას და სახელმწიფო გადატრიალებას ვაპირებდითო და მოქმედებდითო და ბოდიშითო? აი რაშიც თქვენდებთ ბრალს კონკრეტულად? ეს რომ ასე არ ყოფილა ფაქტია, ხომ და ადამიანები უმრავლესი, დიდი უმრავლესობა მათგან მართლაც უკანონოდ იმყოფება იზოლატორში, ხო? რაც არ უნდა ცრუ მოწმეები, ასე ვთქვათ, ჯარი დაგეყენებიათ რა. ასე რომ ეს ან თუნდაც ეს რომ ეღიარებინა, რომ აი გადატრიალებას ვაკეთებდი და ბოდიშით ცუდად მოვიქეცი. დავუშვათ ეს პარადოქსი, რომ ვითომ ჩაიდინეს მსგავსი რამ და მოიხადეს ბოდიში. და მოიცა ვერ გავიგე ჩვენთან სამართალმა და კანონშემოქმედებამ არ უნდა იზეიმოს და არ უნდა დადოს მართალი ვერდიქტი, რას ქვია ბოდიში და მაპატიე. სახელმწიფო გადამტრიალებელს ეს რატო უნდა გახდეს პრეცედენტული? თუ კი ვინმე სახელმწიფო გადატრიალებაშია მხილებული, მასზე რატო მიდის ვაჭრობა, რომ მოინანიე, შეინანე, აღიარე, იმის გამო რომ საუკეთესოდ იცით, როგორი ქვეყნის გადამტრიალებლებიც ყავთ დაკავებულნი, ხო, ბჭყალებში და საუკეთესოდ იცით კიდევ რა მეთოდებით, ასე ვთქვათ, მიაღწიოთ მათ სულიერ გატეხვას, მაგრამ ეს მართლაც ვერ მიაღწიეთ და ამის გამო რა ვიცი, ერთ ამბავში ხართ რა, ერთ ამბავში ხართ. ღვთის წინაშე და ერის წინაშე, ჩემო ოთო, ამ ადამიანებმა იმდენი დანაშაული ჩაიდინეს და საერთოდ ჩვენი წინაპრის წინაშე მთლიანად რა, რეალურად რომ აი რა გითხრა, ყველაფერი წმინდათა წმინდა შეურაცხყვეს. პოლარიზაცია მოახდინეს მთელი ერის. ხო, მე ვერ ვიტყოდი ეხლა მთელი ერის, რადგან ის ადამიანები ღრმად არა იმიტომ რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ღრმად მწამს და მჯერა რომ აი ის კონტინგენტიც რა ჯგუფით შერჩათ მათ და ასე ვთქვათ რომ აი ბიძინა გადაწყვიტა და აი კობახიძე რა ნიჭიერია და დინარაძე აბარასი და პაპუაშვილი აი ეს არა მხოლოდ მთელ საპარლამენტო მათ კანონიკას და კანონმდებლობასაც რომ აღიარებენ და ტაშის ხრით არიან დაკავებულნი, აი ამ კონტინგენტშიც სოლიდური ნაწილია, რომელთაც დღეს პირში წყალი უდგათ და ეს მრავლის მეტყველია. მრავლის მეტყველია პატივცემულებო, ასე რომ საუბარი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მე მსურს ახლა სიტყვა გადმოგილოცოთ ჩემო ოთარ და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, რა თქმა უნდა, ტელემაყურებელი და რადიო მსმენელიც და მეც გისმენთ ჩემო კარგო. მივესალმები ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, ძალიან საინტერესო შესავალი გაქვს ბექა, როგორც ყოველთვის, მართლაც ძიმე ვითარება ჩვენ ქვეყანაში, მადლობა ღმერთს, არ არის ჩვენ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები, მაგრამ ის მოქმედებები, რაც ხდება პოლიტიკაში ჩვენთან, არ ვიცი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამის შესანიშნავი დასტურია გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც ევროპამ მიიღო და ეს არის მართლაც ეხება არა მხოლოდ ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, არამედ ეხება სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანასაც და ხა თუ ეს ხელისუფლება რაღაც ნებაყოფლობით მიექანება უსკრულისკენ, ჩვენ იმის სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა არ გადაყვეს ამ პროცესს, ხო? და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ამისთვის რა ვიცი, ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ხალხს, რომ მართლაც ასე
ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება. მანამ სანამ ხა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე იქ ირანში ახალ სასულიერო ლიდერს ეთაყვანება და წარმატებებს უსურვებს მის ახალ თანამდებობაზე, მანამდე აქ მოხდა ის, რასაც ყველანი ველოდით. ასეთი მკაცრი რეზოლუცია საქართველოს მისამართით მე რა ვიცი, ალბათ ჩვენ ყველას დიდი ხანია არ გვახსოვს, რადგან იწყებენ პოლიტპატიმრებით. ხო, პოლიტპატიმრებით იწყებენ საუბრობენ ასევე რეპრესიულ კანონმდებლობაზე, რომელიც უკან გაწევა კატეგორიულად არ უნდა ქართულ ოცნებას, საუბარია იმ დაუსჯელ ძალოვან უწყების წარმომადგენლებზე, რომლებმაც მიიღეს ძალიან სასტიკ ანგარიშწორებაში მონაწილეობა და კაციშვილი მათი მხრიდან დასჯილი არ არის. ასევე მოწამვლის საქმე, რომელსაც აშუქებდა BBC და ამაზეც სრულყოფილი გამოძიება ჩატარებული არ არის. ყველაფერს რასაც იძიებენ 2-3 დღეში, ის ყველაფერი ბრალდება მომიტინგეებს, მეორე მხარეს თვითონ ყველანი, რა ვიცი, ანგელოზებად გამოდიან ბოლოს, მაგრამ რეზოლუციები სოფლიოს ყურადღება ამ თვალსაზრისით მართლაც მათ მხარეზე ნამდვილად არ არის და არაფრის შეცვლა ამ ხალხს არ უნდა. ხედავთ, ერთ ნაბიჯსაც უკან არ დგავენ, არც მოუბოდიშებიათ იმ ხალხისთვის, ვინც ასე დაზარალდა. მართლები არიან. ხო, რა ვიცი და ყოველთვის მართლებია. ასეთი დამოკიდებულება, არ ვიცი, მართლაც კარგ შედეგებამდე არ მიიყვანს მათ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ვიმეორებ, რომ აქ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომლის რეალური საფრთხე არსებობს. იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად თუ იქნა შემოღებული ეს თუ იქნა აკრძალვა ამ ვიზა ლიბერალიზაციას და ჩვენს მოსახლეობას არ ექნა შესაძლებლობა იმოგზაუროს ან სამკურნალო წავიდეს ევროპაში, ან მათი ნათესავებმა ვერ შეძლონ იქ დიდხანს დარჩენა და ან ჩამოსვლა საკუთარ სამშობლოში. ზარია ეთერში და მე ზარი შემოუშვათ და შემდეგ გავაგრძელოთ. რეალ გისმენთ, გამარჯობათ, ეთერში ხართ. მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგესალმებით. ასეთი კითხვა მინდა გაგისვათ. ეხლა რამდენიმე დღის წინ მოხდა გაერთიანება, პარტია გაერთიანდა, ხო მგონი და უცხრა რომ ამ მხრიდან არის ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა დანაყოფი, აბსოლუტურად რა. შვილი ნაციონალური მოძრაობა და ეხლა მე ყველაზე მეტად დამაინტერესა ამათ გვერდით EPP-ს აღმოჩენა. და ვისი აღმოჩენა გენაცვალ EPP-ა მეცხრე პარტია და ეხლა გაურებული აზრი მაქვს ამის შესახებ და თქვენი აზრი მაინტერესებს. ასეთი მომენტია თუ ვარყოფით, იმიტომ რომ ხა პარტია, რომელსაც საძირკველი ჩაუყარა ილიამ, ხო, ყველაფერს თავი გავანებოთ, დარეგისტრირება ვერ მოასწრო, მაგრამ საფუძველი მან ჩაუყარა, ცნობილია ეს, ვიცი ახლა ეს ისტორია, ვიცით უბრალოდ ეს ისტორია ხო და პარტია, რომელიც ახლა ერთნაირად შეუპოლარიზებდა როგორც სოციალიზმის და კომუნიზმის დროშით მოსულ უღმერთოებს და დამხრობლებს, ასევე შტაინერისტულ პატრიოტიზმის ჭყალში პატრიოტიზმის დროშით მოსულ ძალებს და მეფის ყოველ ეპოქაში სხვადასხვა თაობა, ხო, ხა კოტე აფხაზი იქნებოდა თუ ხონებული გაჭანტურია, კი ვიცით რატონებები უკან ამ პარტიის ლიდერები და აი ეს ხალხი ხა დღეს რომ ირჩევის გვერდით განა, კი ჩემთვის დასაკვირია, მაგრამ მე მაქვს ეს აზრი, რა მეორე აი ამორიდან რომელია მართალი. ამ ადამიანებს რო კითხოთ იმაგრას, კოტე აფხაზის და მიხეილ ჯავახიშვილის თანაპარტიას და გაჭანტურიას თანაპარტიას ო პატრიარქის თიქაროსნებილა აღადგინეს ეს პარტია, ვიცით ხო ყველა. ეს EDP-ზე გაქვს საუბარი? უკაცრავად EDP-ზე გაქვს საუბარი? კი ბატონო, დიახ. ამ ხალხს ვკითხოთ თქვენ, აი ამ პარტიის წარმომადგენლებს, ხო?
რა გინდათ მარამიას ღმერთის და გირჩების გვერდის ხო პატრიარქის ტიქაროსტების მიერ აღდგენილი პარტია იატაკქვეშეთში მისი ეს ისტორია ხო რა არის მეორე პასუხი ეს პასუხი ხალხირონული ურთიერთობას მაქვს ამ ადამიანებთან და ესეთი პასუხი აქვს რომ ეგენი ხალხურზე მაინც მოვლენ დამიგეთ და ხალხურზე რომ მოვლენ მოხდება ისაც 2003 წელს მოხდა მე მიშას გვერდით არ დავდგები გამოიწვია ის რომ მიშა მარტო მოვიდა და რა გიჩვენია ეს პასუხი აღხსენა აღხსენა რა გიჩვენია გვარამია და გირჩევი მარტო მოვიდნენ თუ მეც ვიყო და შენც იყო და შიგნიდან შიგნიდან გვერდზე გავციოთ და არ გავაკეთებდი ის 2003-ში დააკეთა გვარამია გასაგებია რომელია აი მოკლედან უფრო მართებული გზას ხმენი ასე და არ მაქვს ჩამოყალიბებული კი ბატონო თქვენ აპირებთ ეთერში დარჩეთ კი ბატონო აი შევეცდები მოკლედ გიპასუხოთ იცით რა მე ამის შესახებ არ ვიცოდი ახლა იქ EDP დადგა თუ არ დადგა მე კონკრეტულად არავინაირად დისკრიმინაციული სული არ მომოძრავებს საერთოდ ძალიან მრავალია გამოთქმული ჩვენს ქართულ ფოლკლორში და ერთ ძალიან დიდ პატივს ვცემ რაც მოგივა დავითაო მათ რაც დამართეს საკუთარ თავს აი ამ სააკაშვილის ირგვლივ მყოფმა პარტიებმა რა თქმა უნდა ამას იმკიან და რეალურად ნაციონალური მოძრაობა და ეს ამ ადამიანებს მე ქმედითად ვერც ვამჩნევ ვერც ვუყურებ თქვენ იცით ახლა სადაც დარეკეთ აქ დიდი ერთობის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იკრიბებიან ხოლმე აბსოლუტურად ყველასთვის არის ღია კარები ვინც არ უნდა მოვიდეს და ვერც მოვა მათაც საუცხოოდ იციან და ძალიან კარგად იციან ჩვენ არათუ პროცესს ვემიჯნებით უпростоრად არ ვემიჯნებით უბრალოდ თანადგომა და ხელი-ხელ ჩაკიდებული ყოფნა იმ ადამიანებთან რომელთაც საქართველოს და ჩვენ საერთოდ სამშობლოს არანაკლები რა მე ვერ ვიტყოდი მეტი მაგრამ არანაკლები ზიანი მიაყენეს და მართლაც ის 9 წელი უთანაბრდება ძალიან ბევრ წელიწადს კიდევ ხომ საშინელებათა კასკადი მე მათი თანამოაზრე ვერასდროს ვერ გავხდები ახლა როგორ ფიქრობთ ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარი გახდება ჩვენი მეგობარი ეს არ არის მართლმადიდებლური სწორება ეს არ არის მართლმადიდებლური თეზა და სწორი ზნეობრივი საქციელი ინტერესთა კონფლიქტი სანამ არ მოგივა საერთო ინტერესი არ განსაზღვრავს ასე ვთქვათ ჩვენს მეგობრობას ჩვენს თანაბრძოლობას მესმის რომ მონსტრია ქვეყანაში მესმის რომ მაგრამ არც ისეთი მონსტრია სიმართლე გითხრათ ის კანონები რომ აი ლეგიტიმური არალეგიტიმური არ წამოგცდეს ბარდიულზე არ დადგე ეს შევხედოთ სხვა კუთხითაც უსუსურობაზე არ მეტყველებს სისუსტეზე არ მეტყველებს და ძალებს რომ კანონი როგორ გააჩერებს იმას რაც ერის დაუოკებელ სურვილად იქცევა უფრო მთლიანობაში და კრებითად ძალიან მალე რადგან ესენი იმ ნაბიჯებით მიდიან რაც შეეხება EDP-ს რაც შეეხება EDP-მაც გაიგოს და მოისმინოს ჩვენი პასუხი თუ ჩვენ რატომ არ ვდგავართ მათ გვერდზე და ისე დეფინიცია ზოგჯერ დიდი მნიშვნელობა აქვს ქოლგას სახელწოდებას ზოგჯერ არ ეძლევა მნიშვნელობა სიტყვა მაფია სხვა რამეს ნიშნავდა უწინდა დღეს მაფიოზები სხვა ვინმენი არიან სხვა საქმეებით დაკავებულნი ედვარდ ბენეშმაც შექმნა სოციალისტურ ნაციონალისტური პარტია ჩეხოსლოვაკიის თავარმა ერთ-ერთმა გმირმა მაგრამ ასევე ჰიტლერს ჰქონდა ბატონო ასე რომ რეალურად არათუ ღირებულებათა მსხრევით არამედ ფოკუს ნუ გამოვიჩენთ მაინც და მაინც აი იქ რომ დიდი ადამიანები იყვნენ დიდი წინაპარიც ყავდა ჩვენ მაგრამ 5ჯერ და 10ჯერ მოვკალით კიდე საფლავში როცა გვადევნებენ თვალყურს როგორ ვიქცევით გასაგებია ხო ბატონო ჩემო კი ბატონო მესმის ეგ უბრალოდ მე კონკრეტულად ამ პარტიაზე არ მქონდა მე ითქვა ეს მე მაინტერესებდა რაღაცა როგორ გავარჩიოთ როგორ უნდა მოვიქცეთ რა ეხა მე მაგალითად არასდროს არ გავარ ილიაუნის დასაცავად მაგრამ ილიაუნის ბოდიში და ბრიკუფში აგერ სოხუმის უნივერსიტეტს აუქმებენ კიდე რა და ამის თამაშობს
აი ესა ქართველია ახლა ელიანს როგორ ისწავლაო და ამ დროს განადა გეტეის გაუქმება უნდა და სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმება უნდა და ისე ატყვიდეს ყველაფერი ერთმანეთში რომ უკვე რაღაც უმოქმედობაში ხდება რომ აუ გვარამიას გვერდით გომა არ გამომივიდეს ამ დროს ის გვარამია დგას იქ სადაც სიტუაციურად უნდა იდგეს ხა ის ხუთფერა და რა ხუთფერა სხვა თემაა მაგრამ ის ყოველთვის იდგება იქ და ახლა ჩვენ ეს ხოლმე ვიცრებით რაღაც ჩვენც ახლა ნუ გავხდით ბატონო ჩემო ნუ გავხდით ისეთ მონსტრს ამ გვარებს და სახელებს იცით ნუ გავხდით ჩემო უთა რომ ჩვენ სადაც ეროვნული ერთობა მთელი ხალხი მოსახლეობა გამოვა იქ თუ რაღაცა დიდი ინოვაციები და ქარიზმატულად და ისე არ წარმოჩდება გამოვიდეს და სადღაც რიგში დადგეს კაცო ვისაუკრძალავს ვინმე გამოსვლას და პროტესტის ისიც ადამიანია მე გამოსწორებული ადამიანისა მჯერა და ამიტომ არა ვარ თემატურად და უпростоრად ფორმალურად მართლმადიდებელი რადგან დიდი წმინდანები იყვნენ დიდი ავაზაკები ერთ დროს ასე რომ თუ უფალი ენდობა მათ და ცოცხალს ტოვებს მე არ მაქვს სრული უფლება რომ აი მკვდრად ჩავთვალო მიუხედავად იმისა რომ მასთან ერთად არც თანამოაზრე ვიქნები და არც თანამოსაქმე მადლობა ზარისათვის გაიხარეთ და მე დავამატებდი მართლაც მე ბევრამეში არ ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს რომელსაც გუშინ წინ განაცხადა რომ აქ მოხდაო ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაცია ეს ის ხალხი არის შეკრებილი ნუ ჯერ როცა დამთავრდა ეს 9 წლიანი სააკაშვილის ბატონობა რომ დაიშალა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდა მე რამოდენიმე პარტია რომელიც ეხა ისევ ერთიანდება და ნუ ახლა ამ ხალხს ნამდვილად არ აქვს არანაირი მორალური უფლება ახშფოთების იმისა რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში იმავე რეპრესიულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით იმავე ამ დარბევებთან დაკავშირებით და ამ გაზის და წყლის ჭავლის გამო ყველაფერი ეს გამოყენებული აქვს ნაციონალურ მოძრაობას ამიტომ მას არ უნდა გაუკვირდეს ნამდვილად ამ რეზოლუციის და საერთოდ უნდა გაჩერდნენ ხო აი ამ ვითარებაში როცა უარესები აქვს ჩადენილი იგივე რეფორმები განათლების სისტემაში როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის დროს თუ გავიხსენებთ როგორ კეტავდნენ პროფესორებს და ესე იგი პედაგოგ მასწავლებლებს იმაში აუდიტორიებში და თავისი გაქონდათ ეხა მაგათი ის არა ჭკუის სწავლება და ეს დამოკიდებულება ესეთი ახშფოთებული რაღაც პოზის დაჭერა ნამდვილად ეს სამარცხვინოა და მე ბაირახტრეთ ყოფნა ხო ეხლა წეხან თინახიდაშვილი იყო გამოსული და რაღაც ლუკაშენკოს იბარებენო გაყალბებაზე არჩევნების და გაყალბებაზე საუბრობდა და გამეცინა ეხლა თინახიდაშელმა და მრავალმა გაყალბებაზე საერთოდ არ უნდა ისაუბრონ რა ყველა მთელ ქვეყანას კარგად ახსოვს ერთ ირმაინაშვილს რა გაუკეთა თელმა ოფიციოზმა რომ მინისტრი იყო თავის ნათესავის მხარდასაჭერად შეიყვანა 5000 კაცი საგარეჯო ჯარისკაცი შეიყვანა ხო და ხმა მიაცემინა ქალბატონი ირმას მოწინააღმდეგეს იქ ხმები აეღო და მეორე ტურში მოეგო ნუ ხა ესე ზარია ეთერში ჯარისკაცი შეიყვანა დაუწიეთ თუ შეიძლება დაუწიეთ მიმღებს დაუწიეთ ტელევიზორს დაუწიეთ ტელევიზორს ან ეკრანს მოშორდით ან ეკრანს მოშორდით აიო დიახ გამარჯობათ ეთერში ხართ შეიძლება როგორ არ შეიძლება ასეთი შეკითხვა გვაქვს ჩვენი შეკითხვა გვაქვს ბატონო ასეთი თბილისში ხდება ასეთი რამე არის სისტემური რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო არ იწყება და არის საშინელება მიწის სამკვეთლები დიახ მიწის სამკვეთლებზე პროექტები არ კეთდება დიახ პროექტები არ კეთდება არის საშინელება უმახინჯესი ნაგებობები თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ქალაქი მსოფლიოში სადაც ასეთი მახინჯი უსახური ნაგებობები უნებართო მშენებლობები რატო ხდება ეს იცი ეს იმიტომ ხდება რომ
პროექტები არ აძლევენ. რადგანაც საკუთრებაში არ არის, მიწეს კი ვიცით. ალო, გესმით? დიახ, ყურადღებით გისმენ. ხო და ამიტომ რა არის საჭირო? რომ უნდა მოხდეს სისტემური რეგისტრაცია, როგორც ეს მოხდა გარეუბნებში და სისტემური რეგისტრაციის დროს მოხდება მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აყვანა. საკუთრებაში აყვანის შემდეგ მოხდება ამ ახალი ნაგებობის ესე იგი რეკონსტრუქცია და ახალი ნაგებობის აშენება. თქვენ წარმოიდგინეთ, საშინელება რატომ არ ლაპარაკობთ ამაზე? ესე იგი, არის მერე ჯარიმები როგორი? აი, სოციალურ დაუწვეს. 58,000 ლარი დააჯარიმეს. რაც რა არის? ეს ამის სამამე სოფლიოში არ არის. 58,000 სოციალურ დაუწვეს უნდა დააჯარიმოს. კანონმშენებლობა ეთქობა ელემენტარულად არიციან, ცოდნა არა. აფრიკაში. აი, არიციან урბანული საკითხები. არიციან არქიტექტურა. არიციან მშენებლობა, არიციან მისი საფუძვლები. კახი კალაძე კი არის ბატონო, კახი კალაძე კი იმას აკეთებს, რა თქმა უნდა, ახლა შესანიშნავად აკეთებს იმას პარკები კი არა, კაცო, ჯერ რას საშინელება ხდება ეს მოვიჭრო და სოციალურად დაუცველი ხალხი კიდევ რას რა როგორ არიან? უდიდესი ხატაკებია. ხატაკები ქუჩაშია, სურათების გვა გადაღებული. საშინელ მდგომარეობაში. ქუჩაში ნაგავში ხაც ფეხებია გაწეული და ძირეძებენ ნაგავს. რაშია ყოველ შემთხვევაში მე არ ვამბობ ვინა ვარ ახლა და რა ვარ ამის მე არ ვარ. მე საქმის კურსში ვარ მთლიანად თბილისის რაიონში. თბილისი არის ერთ-ერთი უმახინჯრესი ადგილი. კი ბატონო ეს პარკები გაკეთდა, მაგრამ პარკები რო კეთდება რა არის იმაში? ჩადებული აქტები შესრულების სამუშაოდ აქტები მოწდება იქ რა სამუშაოების შესრულება რამდენია ბიჭერები ეს არის დაარტყმული საქმე მე მინდა თქვენ მე სახელმწიფოს არ ვიტყვი მე მინდა თქვენთან ობიექტივში მოვიდო გითხრა აქ ვერ ვიტყვი კიდევ რომ გამოსწორდეს ბატონო გამოსწორდეს ჩვენ მივწეროთ თქვენ ობიექტივი ყველაზე ძლიერი ძალაბზანდები მივწეროთ სპეციალურად ხო რომ აი ეს ხალხი 21 საკითხი მაქვს ჩამოწერილი 21 საკითხი 21 საკითხი რომ თავრობამ გააკეთოს ფეხებს უნდა მთავრობას ბატონო ამიტომ ვამბობ ერთი რამე საჭიროა შეიქმნას ეროვნული საბჭო პატარა არ გვინდა 50 ასკად თქვენი სახე თქვენიდან იყოს რამდენიმე ჩვენიდან იყოს რამდენიმე უხუცესა კავშირი კორუფციული კავშირებია რამდენად და რაღაცა გამოასწოროთ კაცო ჩვენ დავდოთ ეს საქმე რომ ის კი არა რომ ნაციონალები რომ მოვა ხელისუფლებაში და მე არა ბატონო შენ დამიდევით თქვენ რო გაქვთ კარგი პროგრამები დამიდევით თქვენ წინ რას აკეთებ რა დიდი მოდიხართ დიახ აი ეს პატარა საქმე არ არის ბატონო და მე მინდა თქვენთან კავშირში ვიყო ბატონო ვიყო და მე ვიცი ყველაფერი რა ხდება დიახ მობრძანდით თვითონ ჩვენთან მობრძანდით მადლობა ზარისათვის საგარელის 74 ნომერია ეს შენობა და მობრძანდით ღია კარი და საინტერესო ამ თემაზე რა თქმა უნდა ამ თემაზეც საინტერესო იქნება თქვენთან საუბარი ხომ არ უპასუხებდი ჩემო ოთარ საგანგაშო ვითარება დედაქალაქში მე ეს ვიცი როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა რა პრობლემები იყო და ხა არის კიდევაც ნუ ამ ნებართვებთან დაკავშირებით მართლაც სრული ქაოსია როგორც იტყვიან მარტო გასულ წელს 4500 სამშენებლო ნებართვა გაიცა და ძირითადად ეს არის ქალაქის ცენტრალური უბნები უკვე პრაქტიკულად თბილისში ასეთი გაუვალი გახდა მოძრაობა სულ საცობებია და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არის ეს საცობები რომ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში იქ სადაც ვიწრო ქუჩებია შენდება კორპუსები რომელიც ყველაზე ბუნებრივია დაბალი ესე კორპუსია 10-15 სართულიანი წარმოიდგინეთ რა ხდება იქ იმ ადგილას სადაც 20 მეტრზე ნაკლებია ესე იგი ტროტუარი გზა სამანქანო გზა და ტროტუარი იქ შენდება ამხელა კორპუსები რაც იწვევს საცობებს და ძალიან ბევრ
ნუ ეკოლოგიურ პრობლემას და რა ვიცი უამრავი ისეთი საკითხი ჩნდება პრობლემატური, რომელიც მართლაც ძალიან რთულად მოგვარებადია, იმიტომ რომ მართლაც კატეგორიულად არის მიუღებელი, ჩვენ სულ ამას ვიძახით. აი ამ ნებართვებზე ხათან ის მიწის რეგისტრაცია ნებართვას რომ გაცემენ მე აჯარიმებენ რადგან მიწის ფლობელი არ არის მე მაშინ ვეტყვი ბატონს რომ რეგიონებში რაიონებში განსაკუთრებულად სუდათაა საქმე 2 წლის წინ აზომვითის სამუშაოები ჩატარდა და მაიდენტიფიცირებული კოდით აი რომ უნდა შეგეხმიანონ ინფორმაცია ჯერ არ მოსულა ადრესატებამდე თუ რა ვითარებაშია საქმე და რახანის ხალხი გარეუბნებში ვერ ახერხებენ მიწის რეგისტრაციას, ხდება ეს ქაოტური მშენებლობები იქაც, რაღაც პატარ-პატარა სახლებს დგავენ, ჩვენ ვნახეთ არაერთხელ რომ მერია ბულდოზერებით მიადგა ამ ადამიანებს და დაუნგრია. დღეს თბილისში 10,000 ჩვენი დედაქალაქის მცხოვრები ადამიანი არის პრაქტიკულად უსახკარო. ბევრი ცხოვრობს ვაგონებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, მიტოვებულ შენობებში. ჩვენ გვახსოვს სიტუაცია, რომელიც იყო თვალჭრელიძის ქუჩაზე, როგორ უმოწყალოდ ყრიდნენ იქიდან ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, რომლებიც იქ წლებია ცხოვრობენ და არანაირი ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს და ამ ხალხს არაფერს არ თავაზობენ. გარდა იმისა, რომ მოგცემთ ბინის ქირას, იმის 100 ლარს თუ 150 ლარს, 100 ლარად, რა ვიცი, რა უნდა იქირაო დღეს თბილისში. ნუ ასეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი, რომელიც მართლა ძალიან სკრუპულოზურ განხილვას მოითხოვს თითოეული შემთხვევა, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მძიმე ვითარებაა და ძალიან სწორად ილაპარაკა ბოლო. რაც შეეხება ჩვენმა რესპონდენტმა, რომელიც შემოვიდა ეთერში. მშენებლობის ნებართვა თუ შენ არ გეკუთვნის და ის იმ მიწაზე არ დაგედგომება უხეშად რომ თქვათ. ხომ იცი რომ ხვალ იქნება თუ ხვალის შემდეგ მოგედავებიან. ეს ხომ ბუნებრივია. იქ შესაძლოა სხვა რაღაცების ფასადაც მოხდა ნებართვის გაცემა, მაგრამ მე არ გამიკვირდება, როცა ამ უკანონო ხელისუფლების და უпроსტურად თანადროულობის პირობებში ცირე რამე ხრელი იპოვონ, ცირე ხარვეზი იპოვონ და იმაზე არ მოგედაონ. და თან კონკრეტულად არ გთვლიდნენ თავიანთ ამომრჩეველთა რიგებში, ვინ დაგინდობს უთ ესენი ამათვის სახელმწიფო არის ერთი დიდი ჯიბე რომელიც საკუთარ ჯიბეთაა ქცეული სახელმწიფოს შედგომა ამ ადამიანებს არა მხოლოდ ურბანულად დეველოპერულად ნებისმიერ სეგმენტში ნებისმიერი სფერო შეგვიძლია მოვიყვანოთ რომელიც ასევე არ არის წელგამართული და რისი ბრალია საიდან მოტივირდება თუ არა ამათი უნიჭობა, არა ამათი უნიათობა, არა ამათი გენერალიზებული სურვილი, რომ ჯერ უპირატესი საკუთარი კეთილდღეობა, საკუთარი ჯიბის ბიუჯეტია და ჯიბის ბიუჯეტი უსასრულოა, მისი შევსება უკვე პარალელურად ვეღარ მოიაზრებს გვერდზე სახელმწიფოებრივ მშენებლობებსაც. ხო, არისტოტელე ბრძანებდა, რომ სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ხალხმა კარგად იცხოვროს და არა უბრალოდ იცოცხლოს. ხო, აი როდის თქვა არისტოტელემ ზარია ეთერში მობძანდით. ო, არისტოტელე და ეგენი ყველანი შვიდი. თუმცა მაგი ალექსანდრე მაკედონელი ვიცი. გამარჯობათ, აბა თავიდან დავიწყეთ, ვერ გავიგეთ ვერაფერი. ო, ნამინები ემუშამოთლობ ხანაში სადღაც დამარცხე როგორ უნდა იპოვო ეთერში ხართ და რა ვიცი აბა თუ გინდათ ეთერში ყოფნა ჩვენთან ისაუბრეთ ეხ ზარი გაითიშა შეიძლება სუფრიდან რეკავთ შეიძლება სუფრასთანაც არ ემყოფებით მაგრამ როცა ზარი გამოვა და გაგაგონებენ ელემენტარულია შეწყვიტეთ გვერდზე მდგომთან საუბარი და გვესაუბრეთ ჩვენ აბარისთვის რეკავთ.
ძალიან მარტივი რამ არის, ხო და თან დაუწიეთ ბოლომდე ტელევიზორს, რადგან ვერ გავიგებთ ჩვენი ხმა. დიახ, ჩვენი ხმა გვესმის ხოლმე. ასევე აბრაამ ლინკოლნი, როგორც ამერიკის დემოკრატიის ერთ-ერთი მამა, ხო და სხვადასხვა პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს და ეს დიდი წვლილი აქვს მას მონად ფლობელობის წინააღმდეგ სხვადასხვა პრეზიდენტი იყო ახლა კაცი და ესეთი რაღაცა აქვს ნათქვამი რომ მართლობა უნდა იყოს ხალხისგან ხალხის მიერ და ხალხისათვის ესეთ სახელმწიფოს აქვს მხოლოდ აზრიო აი წარმოიდგინე ესენი ძალიან შორს არიან ასეთი ცნებებისაგან და ყველაფრის შესრულებისაგან ხო აი თვითონ მაკიაველი რომ მაკიაველია ხო აი მაკიაველი იყო ერთ დროს ერთ-ერთი ინსპირაცია ბონაპარტის ნაპოლეონის და ბევრი სხვათა შორის სტალინისაც სხვათა შორის ჯერ ზარს უპასუხო დიახ მობრძანდით ზარია გამარჯობათ საერთოდ ნათქვამია რომ ძალა ერთობაშია და ხო ჯობდა რომ გაერთიანებულიყო ეს ოპოზიციათ და საერთოდ ძალებით გვინახა ერთ წელიწადში წელიწად ნახევარში ოპოზიციის ხალხი რა სიტყოდა პოზიციის ხალხი რა სიტყოდა და მე მგონია რომ წელიწად ნახევარში ორ წელიწადში ჩვენ გადავაგურებდით ყველაფერ პრობლემას ერთობაში შეგვიძლია თავრობაც მოხსნათ ახალი მთავრობაც დავნიშნოთ ასე კითხავებით თითო კაცის გამოსვლა ერთმანეთის განზღვა რა სიწევს იცი უფრო არა შედევს უკუ შედევს იწვის რა ერთი წუთით მე სიმპათიურები მაგრამ როცა ჭორიკნობ რაღაცას მიედ მოედება პოლიტიკოსები ასული თუ მომავალი თუ ყოფილი თუ შეიძლება ეთერში დარჩით რა ეთერში დარჩით არ გახვიდეთ და მე რა მინდა და მეკითხა იცი ხوار ფიქრობდით რომ გაერთიანებულიყავით ჯერ ჩამოუყალიბდით როგორც ვისთან ბატონო პოზიცია და ოპოზიცია არის თქვენი მართალი მათი ლაპარაკები საქართველოში ცხოვრობთ კი ბატონო ახლა საქართველოსიდან რეკავთ ახ ჩვენი ქვეყნიდან აქ ხო ანუ რა ხდება დღევანდელობაში კარგად იცით ხო ადევნებთ თვალყურს კი მოდი კი გამკვირვებია ბატონო ჩემო მიუხედავად იმისა რომ მადლობას გიხდით ზარისათვის პოზიცია და ოპოზიციის გაერთიანება როგორ გესახებათ მე არ ვიცი თუ ახალია რამე ძალიან გამაოგნებელი სიახლე იქნება თქვენ სწორედ პასუხობთ კი გაერთიანება არა მაგრამ მე ხალხის ერთიანობას ვამბობ რაღაცა ხო არის კანონი აი ამ კანონის ირგვლივ ცუდია ლახა გავერთიანეთ და ამ ერთ წელიწად ნახევარში ოპოზიციის ხალხი გასაგებია რა სიტყვის ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება ერთად რო ვიქნებით მტყვალმართალის გარჩევა და გადაგორება მთელი პოლიტიკოსის ამბები რა კარგით მადლობა ზარისათვის ხო ცოტა ალტრუისტულად ჩანს ეს მოსაზრება უნიადაგოთ მოსახლეობა ჩვენ ერთიანი ვართ თითქმის მთელი მოსახლეობა გასაჭირში სულიერ გასაჭირში მე არ ვამბობ შეურაცხადის კუთხით თუმცა ასეთებმაც მოიმატეს ქვეყანაში ფიზიკურ გასაჭირში დასნეულებულია მთელი ერი ხომ და ადგილზე ვერ მკურნალობენ ყველაფერს ჩვენ ერთიანი ვართ აი იმ დიდი მარწუხების მოთფენა ატანაში და ერთიანი ვიქნებით ვინც კი ვიქნებით აი იმ დიდი პროტესტის დიდი მუხტის მართლაც
გამომზეურებაში და აი მაღალ ლეველზე, სხვა ლეველზე გადასვლაში, რაც მშვიდობის მყოფელ გამოსვლას გულისხმობს. მშვიდობის მყოფელ გამოსვლას, რაც რა თქმა უნდა დააჩქარებს და დაეხმარება ამ ცოდვილ, ნაცოდვილარ და რაღაც ბედკრულ რეჟიმის, ასე ვთქვათ, დასვენებას და პოლიტიკიდან დიდხანს დასვენებას შეიძლება ასეც ითქვას. ხო, აი ამაში ვიქნებით ალბათ ერთიანი, ამ ერთიანობას თუ მოიაზრებდით, ეს ერთიანობა შედგება და ისე ახლა ხელისგულები რო გადატყავებული აქვს ადამიანს და მეტანიებს უკეთებს ამ ოლიგარქებს, ამ ადამიანთან რაში გავერთიანდე მე არ ვიცი, უფალმა უშველოსმად და გონების თვალი აუხილოთ, რა თქმა უნდა. მაკიაველი ბრძანებდა, რაც ეხან მაკიაველზე გავჩერდი, რომ სახელმწიფო სიმტკიცე დამოკიდებულია მის კანონებზე, ინსტიტუტებზე და იდეებზე, რომლებიც მხოლოდ ხალხს აერთიანებს. წარმოიდგინე. აი მაკიაველი ვიცით ახლა მისი ნაშრომები ეს მე-15 საუკუნის პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, იტალიელი ცნობადი საკმაოდ პერსონა იყო. თავისი დიდი ინოვაციებით მას ნაშრომები აქვს თუ როგორ ჯერ მოიპოვოს მართლობა, მერე როგორ განამტკიცოს და აი კაცმა რომელმაც თქვა ოთარ რომ ესე იგი არავითარი ზნეობა არაა საჭირო მართლობის მოსაპოვებლად და მის განსამტკიცებლად. მხოლოდ ლომის სიძლიერე და მელის სიცბიერეო აი ამ ადამიანის შეგონებაც კი რაოდენ წინ დგას აი დღევანდელი ჩვენი ოდიოზების ლექსიკისაგან, გესმით? და აბსოლუტურად ყველა ეს ადამიანიც და ცის გარეშე, რა თქმა უნდა, ეხლა დიდი ერუდიტი იყო, ფაქტია. გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე ეს ადამიანები, ხო? დღეს რომ ხელისუფლებაში არიან მოკალათებული და ჩვენთვის რეალურად ოცნების ხელისუფლებას წარმოადგენენ. ხო, ჩვენ გვჩება 3 წუთამდე დრო და შეგვაწყვეტინეს ზარებმა და ერთი აზრი მაინც დავასრულოთ. კი, ძალიან საინტერესო კაცზე ისაუბრე, მაკიაველი მართლაც საოცარი ეს რენესანსის დროინდელი ეს იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე იყო, ისტორიკოსი და სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, რომელიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი აზრები დღესაც. მართალია რენესანსი საქართველოსთვის ძლიერ შორს არის, იმიტომ რომ აი ამ ხელისუფლების პირობებში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ჩვენი ბოლო რესპონდენტი, რომელიც საუბრობდა რაღაც გაერთიანებაზე, ძალიან რთულია იმ ადამიანებთან გაერთიანდა, რომელიც ასე ტყუპის ცალი ძმებივით გვანან ერთმანეთს იმ ბოროტებებში, რომელიც აქვს ჩადენილი წინა ხელისუფლებას, ესენი პრაქტიკულად იმეორებენ მართალია არა იმ მასშტაბებით, ეხლა რაც მან ციხეებში ხდებოდა, მაგრამ ის რაც შეეხება იმას, რომ ციხეები გაივსო მაშინაც პოლიტპატიმრებით, ეხლაც პოლიტპატიმრებითაა სავსე, ის რომ რეპრესიული კანონმდებლობა იყო მაშინაც და ეხლაც არსებობს, ის რომ ხალხს წამლავდნენ და ასახიჩრებდნენ აქციების დარბევისას მაშინაც და ეხლაც რითი შეიძლება გამოვსხვაოთ. ხა იქაური სააკაშვილის თანაგუნდელები დღეს ძალიან თავისუფლად და ლაღად გრძნობენ ახალ ხელისუფლების პირობებში თავს, იმიტომ რომ ამ ხალხმა ახალ ხელისუფლებაში თავის სამსახურში ჩაიყენა სწორედ ის ხალხი. ჩვენ ნაომარი ხალხი ვართ გაწეული განზე და მოყვანილია ისევ ის ძირითადი ბირთვი, რომელიც იყო 9 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობაში და რომელიც მართლაც თავზე გვამხობდა ამ ქვეყანას. და ეს არის ის რეალობა, ხა რომელ გაერთიანებაზეა საუბარი აი ასეთ ადამიანებთან, რომელიც კატეგორიული მიუღებლობა იყო ჩვენთვის წლების განმავლობაში და ეს დარჩება მომავალშიც. შეეძლო ქართულ ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას სხვანაირად მოქცეულიყო, იმიტომ რომ არ შეიძლება ახლა ვთქვათ, რომ ჩვენ რაღაც უნიჭო ხალხი ვარ და ვერ ვიპოვეთ რამოდენიმე ასეული იურისტი ან ეკონომისტი ან რაღაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, მაინც და მაინც ნაციონალურ მოძრაობიდან რო არ წამოვიყვანოთ ეს ხალხი და რო არ დავაწინაუროთ მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე და ერთი ფესვი ყვებავთ. არ მესმის. ესე იგი, მაშინ
და ჩვენ ასეთ ხალხსო გავუერთიანდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ გქონდა 9 წლის განმავლობაში ჩვენ სახში არ შევსულვართ, ყველა საპროტესტო აქციაზე ვიდექით და ყველანაირ წინააღმდეგობას უწევდით, ეს ბრძოლა პრაქტიკულად იქნება გადაყრილი წყალში და ჩვენ ამას არ დაუშვებთ. წყალში ბევრი რამ გადაყარეს და თანაზიარნი გახდნენ ყველაფერში და ბევრ რამეში გადააჭარბეს კიდევაც. ერთი ცინიზმი, ალბათ რა გვეცინიზმება ეს სატირალია. ფასების შემცირების კომისიამ დაადგინა. ჯერ ოფიციალურად არა, მაგრამ ფაქტის სახეზეა, რომ ფასები უნდა გაძვირდეს, წერტილი. აი ასეთ პარადოქსალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, თანამემამულენო, ბრძოლები წინგველის ერთიანობით ღვთის შეწევნაც რა თქმა უნდა თან გვექნება და საერთო შედეგი იქნება აბსოლუტურად ყველასათვის. რაც შეიქნება ნაკლებით კივილით. გემშვიდობებით მოვალ შეხვედრამდე ნახვამდის. კარგად, ზანდება.